მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ New York Times-ის ნომერ პირველი ბესტსელერების ავტორის ჯენ სინსეროს წიგნს, რომლის სათაურიც უკვე ბევრს ამბობს. ნუ აურევ. ეს წიგნი არის ჯიბის მწვრთნელი მათთვის, ვისაც სურს, რომ წარმატება და თვითგანვითარება არა ერთჯერადი აქტი, არამედ ცხოვრების წესი იყოს. თუ თქვენ უკვე წაიკითხეთ სინსეროს, ეს წიგნი დაგეხმარებათ, რომ მიღებული მოტივაცია არ გაგიქრეთ და ყოველდღიურ ჩვევად აქციოთ. ნაწილი პირველი. მთავარი იდეა მენტალური სპორტდარბაზი. რაში მდგომარეობს წიგნის მთავარი იდეა? სინსერო ამბობს მარტივ ჭეშმარიტებას. წარმატება კუნთია. წარმოიდგინეთ, რომ მიხვედით სპორტდარბაზში, ივარჯიშეთ ერთი დღე და ელოდებით, რომ მთელი ცხოვრება ფორმაში იქნებით. აბსურდი არა, ზუსტად ასევეა ჩვენი ცნობიერებაც. წიგნი გვაიძულებს გავიგოთ, რომ მოტივაცია და თავდაჯერებულობა მოითხოვს ყოველდღიურ კვებას. წიგნი შედგება 100-ზე მეტი მცირე თავისგან, სავარჯიშოსგან და მანტრისგან, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი ვიბრაცია მუდმივად მაღალ ნიშნულზე იყოს. ნაწილი მეორე. წიგნის ოქროს წესები. მოდით გამოვყოთ ის ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ავტორი გვთავაზობს. პირველი. დილის რიტუალი. როგორ იწყებ დილას, ისე ჩაივლის შენი ცხოვრება. სინსერო გვირჩევს არ ავიღოთ ტელეფონი ხელში გაღვიძებისთანავე. ამის ნაცვლად დაუთმეთ დრო მედიტაციას, ან უბრალოდ სიჩუმეს, რომ საკუთარ თავსთან დაუკავშირდეთ. მეორე. მადლიერების ძალა. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვა. მადლიერება არის ინსტრუმენტი, რომელიც ტვინს პოზიტივზე გადართავს. ავტორი გვაძლევს დავალებას. ყოველ დღე ჩამოწერეთ 10 რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ. მესამე. გარემოცვა. წიგნი გვაფრთხილებს, დაიცავი შენი ენერგია. თუ შენს ირგვლივ მუდმივად წუწუნებენ, შენს დაიწყებ წუწუნს. ნაწილი მესამე. პრაქტიკული სავარჯიშოები. წიგნი სავსეა პრაქტიკული რჩევებით. მაგალითად, ავტორი გვთავაზობს დავწეროთ სასიყვარულო წერილი საკუთარ თავს. დიახ, არ მოგესმათ, ხშირად ჩვენ ყველაზე სასტიკი კრიტიკოსები ვართ საკუთარი თავის მიმართ. ეს წიგნი გასწავლით, როგორ გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი და მხარდამჭერი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია შიშთან გამკლავება. სინსერო ამბობს, შიში ნორმალურია, მაგრამ არ მისცე მას უფლება საჭელთან დაჯდეს. იმოქმედე შიშის მიუხედავად, თუნდაც მცირე ნაბიჯებით. საბოლოო ჯამში, ეს წიგნი არ არის წიგნი, რომელიც ერთხელ უნდა წაიკითხო და თაროზე შემოდო. ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც ყოველდღე უნდა გადაშალო ნებისმიერ გვერდზე, როცა იგრძნობ, რომ ენერგია გიმცირდება ან ეჭვები გიპყრობთ. მთავარი გზავნილი ასეთია. შენ გაქვს ძალა შექმნა ისეთი ცხოვრება, როგორიც გინდა, მაგრამ ამისთვის საჭიროა დისციპლინა, რწმენა და რაც მთავარია, მოქმედება. ასე რომ, როგორც ჯენ სინსერო იტყოდა, შეწყვიტე ეჭვი, შეწყვიტე ლოდინი და უბრალოდ ნუ აურევ. იმოქმედე დღესვე.